მოგესალმებით მეგობრებო, ბელგიიდან დღეს როგორც ხედავთ, მომხმარების თანხმობით ავტოსადგილეროდან მოყავს მისი მეუღლის მანქანა და რადგან დრო საკმაოდ დიდ დროს ამაშურდა, გვიწევს ამ მანქანის წაუყანა ჩვენ. როგორც ხედავთ, უკვე ვენდუს ტიკეტიც მოგვანიჭეს, რაც ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე წუთში გავვლით ახლა დოკუმენტაციას და ნელ-ნელა უკვე დავიძრებით თბილისისკენ. რაც თქვენთვის ეს ძალიან მარტივად მოხდება. თბილისში ჩასვლის შემდეგ კი ამ ავტომობილს 4500 კილომეტრიანი მგზავრობის შემდეგ ჩაუტარდება სრული ტექნიკური შემოწმება და სერვისი, რის შემდეგაც კი გადავწევთ საკუთარ მეპატრონეს. როგორც ხედავთ, ეს კონკრეტული მოდელი არის ერთ-ერთი იმ 700-ზე მეტი ავტომობილიდან, რომელიც აურუმ იმპორტმა უკვე ჩამოიყვანა საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს თავაზობს სრულიად ახალი ნულოვანი გარბენით ავტომობილების შეძენას, ასევე დაუზიანებელი ან მცირედი დაზიანებით ავტომობილების იმპორტს დახურული აუქციონებიდან. მაგრამ სანამ თბილისში დავბრუნდებით და მოგზაურობას დავასრულებთ, მინდა გიამბოთ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც 4000 კილომეტრზე მეტის გავლა გიწევს 4 დღეში. ლიეჟიდან თბილისამდე დასაფარი გზა, დიზელის შევსება, მოკლე გაჩერებები და მწერებით დაფარული საქარე მინა უკვე ამ მოგზაურობის ჩვეულ ნაწილად იქცა. არა, ცუდი ამინდი არ ყოფილა. თურქებმა კი გადაწყვიტეს, რომ ჩვენი მოგზაურობა საკმარისად საინტერესო არ იყო და გაგვაგზავნეს რენტგენზე, სადაც 7 საათი გაგვეჩერეს. მაგრამ მთავარი შედეგია, ავტომობილი უსაფრთხოდ მივიყვანეთ თბილისში და უკვე მეპატრონესთან ჩაბარებისთვის მზად არის. და სულ ასე მარტივად ხდება ეს ყველაფერი.